Mai რამდენიმე დღის წინ საზღვართან მაგალითად რუსმა საზღვრის დამცველებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ეს ძალიან სამწუხარო. რუსმა თუ აფხაზმა, როგორც შეიძლება გაურკვეველია რა, აფხაზეთი. აფხაზს ამბობენ ყოველ შემთხვევაში საზღვარზე მოხდა, იქ სადაც რუსული მხარე იცავს. ეს მოხდება ხოლმე, ხო ძნელია ეხლა ველაპარაკოთ, რომ აბსოლუტური მოხდება, ანუ მსგავსი ფაქტები კიდე შეიძლება განმეორდეს. მოხდება, შეიძლება, კაცო, შეტაკება თუ მოხდა, მან რაღაც მეგონი კომერციული ინტერესები იყო, ახლა ესე უბრალოდ არ ყოფილა. გამნიშნულობა აქვს. ეს მოხდება ყველა ქვეყანაში. ანუ ამას უნდა შევეგუოთ ბატონ გოგი თუ შევეგუოთ, რომ აგერ ნახეთ რა მდგომარეობა მეზობლებთან, აზერბაიჯანის, სასომხეთი, თქვათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრეტენზიები იქ რა ხდება. ეს ერთეული შემთხვევები არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს სისტემატური ამდენი ხანია იქ არაფერი მოხდა. ისე ბატონ გოგი ამ განცხადებაზე პაატა ზაქარიაშვილმა ბოდიში მოიხადა, რომ ერთეულ შემთხვევად არ უნდა მომეხსენიებინა, იმიტომ რომ არ გავითვალისწინე მისი ოჯახის პოზიცია, ანუ არ შეიძლება აი ამ ერთეულ შემთხვევაზე რა რეაქცია უნდა ქონდეს საქართველოს მაგალითად. პაატა ზაქარიაშვილს თავის ხედვა აქვს, ეგარი დემოკრატია, რომ ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. მე მიმაჩნია კიდევ ვიმეორებ, არაერთხელ მithქვამს, აი ესეთი ლანძღვაგინება რუსეთის, რაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, გამიზნებით, აღიზიანებენ, არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვეძებოთ რაღაცა კომპრომისი, თუ ჩვენ რამე შერბილების, თქვათ, თუნდაც ტერიტორიების დაბრუნებაზე შეიძლება ვიოცნებოთ, არა ომით, არა გაღიზიანებით, მაგრამ ეგაც ნაკარნახებია დასავლეთიდან, რომ აბა რაც შეიძლება დაიძაბოს ჩვენი ურთიერთობა. არაფერს არ მოგვიტანს. თუმცა როგორ შეიძლება ეს მოქალაქე, აი ასეთი მოქალაქე დავიცვათ ბატონ გოგი, შეიძლება მეც წავიდე და ხვალ მეც იგივე მომივიდეს დავუშვათ ამასთან, იმიტომ რომ როგორც პაატა ზაქარიაშვილმა ბრძანა თუ მაგალითად ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენც, მაგრამ ხო თვითონ მოქალაქეები ვართ სულ ყველა, მაგრამ ხო შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ ხვალ იმ ადგილზე და რამდენად სწორი ასეთი დამოკიდებულება, რომ ერთეული შემთხვევა იყო. აი როგორი პოზიცია უნდა ქონდეს? გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როცა ქართველებმა ოსი, ჩვენი ოსი თქვათ, თუ გახსოვთ ერთი 5 წლის წინ ესეთი რაღაცა, რომ ძალიან დაჩაგრეს, გადავიდნენ იქით. ხდება ხოლმე ახლა, იცით როგორ არის, იქ საძოვარია, იქ რაღაცა მიწის, ეს ერთეული შემჩნევა, ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ყველგან ხდება ეგეთი რამბები. ისე ბატონ გოგი, იქ საზღვარზე ცხოვრობენ ქართველები, ხო შეიძლება აი ამან დაუშვათ კიდევ უფრო დააშინოს ჩვენი მოქალაქეები, რომ აი დაუშვათ რომ მოერიდონ ან გადასვლას ან მიახლოებას, რახან ამნაირ პოზიციებს ხედავენ ჩვენი პოლიტიკოსების. ამიტომ ლაპარაკობ, შეიძლება რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცები მოხდება. დაძაბული სიტუაცია, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, რომ აფხაზეთის ჩვენია, იქიდან რაღაც სხვა რაღაცა მოდის. მე აი ურთიერთობის გამწვავებასაც ხელს უწყობენ მთელი რიგი ჩვენი მრჩეველები და უცხოელები. არ უნდა მოხდეს ესე. მე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია და ჩემი თანაგუნდელების ვეძებოთ რუსეთთან არა რუსოფილობა, არამედ რუსეთთან რაღაცა მოგვარების ჩვენი წინაპრები გავიხსენოთ რა. რაღაცა ეფერებოდნენ, ამბავდნენ თუ რაღაც შეებოდნენ. ყოველ შემთხვევაში დალაგებული იყო. მეორე თემა მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი. ჩვენ ნახევრადწრეში ვართ ხვეული. ალბათ ეგაც უნდა გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თქვათ, ევროპისკენ მივიდივართ, რაღაცა გვაქვს, მაგრამ არ უნდა გვიკარნახონ იგივე ევროპელებმა ცივილი ფერმები. აი როგორი არ გინდათ თემა დავამთავრებ მეკითხვა. თუ ჩვენ პატივს გვცემენ იგივე ევროპელები, არ უნდა შემოგთავაზოთ ისეთი რაღაცები. კი ბატონო, ვილაპარაკოთ. მე მინდა ეს ინციდენტი მინდა რომ ამოწურო ბატონ გოგი, როგორც ერთი ქართველი ჯარისკაცი დაუშვათ აი იმ შემთხვევაში, დაუშვათ როგორ შეიძლება თქვენ თანაუგრძნოთ, როგორც ერთ ქართველს შეიძლება ან დაუშვათ მისამძიმრების თვალსაზრისით შეიძლება რომ მიხვიდე და მიუსამძიმრო და მაგალითად ამით გამოხატოთ თქვენი პოზიცია. მე რო იქ ახლო იყო, ნამდვილად მიუსამძიმრდი მის ოჯახს, მაგრამ ეგეთი ექსცესები სულ ხდებოდა. არ შეიძლება ამიტომ ვერაფერს ვერ ვიზამთ ასეთ შემთხვევაში. არა, ამის პოლიტიზირება არ შეიძლება. ეს უნდა მოხდა ფაქტი, ძალიან სამწუხაროა. უნდა იმ ოჯახს ალბათ ზედ პატივი რაღაც გავიგე, მაგრამ აი ამის ესეთი ერთი კაცი მოკვდა, კი, საქართველოს ძალიან ძალიან საწყენია. მაგრამ აი ამ დონეზე ატანა
აი ეს აყვან ამისი არ ამგონია დღეს ეგ საჭირო იყოს.